საქართველოს ბანდა ხელისუფლება არ ისვენებს პირდაპირ მნიშვნელობით და უკლებლივ ყველა მათგანი, აი ამ ბანდის პრაქტიკულად ყველა წარმომადგენელი კბილებით იცავს პროპაგანდისტურ არხ იმედს განსაკუთრებით და პოზიტივისაც, მაგრამ იმედს კვლავ ვიმეორებ განსაკუთრებით. იმიტომ რომ შესანიშნავად იციან რომ ჩამოირღვეს თეორიულად კი რეალურად რომ ჩამოინგრეს ტელეკომპანია იმედი პროპაგანდისტური არხი ისინიც გარკვეული პერიოდის შემდეგ რასაკვირველია დასუსტებიან ჯერ და მერე ჩამოინგრევიან ერთ-ერთი ბურჯი, ერთ-ერთი საყრდენი, ერთ-ერთი დედაბოზი, რაზეც დგას ბანდა ქართული ოცნებისა, ბიძინა ივანიშვილის ბანდა, ეს არის სწორედ პროპაგანდა და მთავარი პროპაგანდისტი არხი რასაკვირველია არის ტელეკომპანია იმედი. რას აპირებენ, რასაკვირველია რელევანტურია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ნაღდი ფული, ანუ ქეში მიიტანონ ხოლმე თვიდან თვემდე დაახლოებით 15-17-20 მილიონი ლარი ერთი ჩემოდანი, მოდი ასე ვიტყვი, ან ორი ჩემოდანი ფული მიიტანონ იმედში და დაარიგონ ხელფასები რამდენადაც ვიცი, დღეს არის 25-26 თუ 28-ში მაგალითად ხელფასები აქვს და თუ საბარათი ანგარიშზე ვერ დაურიცხავენ თანამშრომლებს, რომლებიც ნელ-ნელა აჩხუბდებიან, ისინი ქეშს მისცემენ ერთხელ, ორჯერ, 7ჯერ, 12ჯერ, მაგრამ განა რამდენი ხანი აპირებენ ასე ჩემოდნებით, მუთაქებით ფულის, ლარის ტარებას, შავი ფულისა, რუსული შავი ფულისა. მეორე ვარიანტი, რასაც განიხილავენ, არის რუსთავი ორთან შერწყმა მინიმუმ პოზიტივისა, პოზიტივი არხისა, სწორი წარმოთქვა ხო? და შესაძლოა იმედისაც, მაგრამ ისიც შესანიშნავად უნდა იცოდნენ, ან იციან, რომ ადრე იქნება თუ გვიან და უფრო ადრე ვიდრე გვიან, რუსთავი ორიც იგივე ბედს გაიზიარებს, რა ბედიც ხვდა წილად ტელეკომპანია იმედს, ანუ დაასანქცირებენ რუსთავი ორსაც. რომ ვიცოდეთ მაინც, მოკლედ მათთვის ცხოვრება გართულდა, რომ ვიცოდეთ მაინც. ვის მიაქვს რეკლამები ტელეკომპანია იმედში, ეს არის სახელმწიფო კომპანიები, სახელმწიფო ორგანიზაციები, თავდასხმის უწყება, ინფრასტრუქტურის უწყება, ჯანდაცვის სამინისტრო, განათლების სამინისტრო, აგრეთვე სახელმწიფო შპსვ-ები, მაგალითად საქართველოს რკინიგზა, ან რომელიმე მეორე თუ მესამე ხარისხოვანი ორგანიზაცია მერიასთან მიბმული თუ რავი ცენტრალურ ბიუჯეტზე მიბმული თუ ასე შემდეგ, აგრეთვე მიაქვთ რეკლამის მსხვილ მიმცემებს, მაგალითად კოკა-კოლას, რამდენადაც ვიცი, მაგალითად TBC-ს, მაგალითად საქართველოს ბანკს, ამ ორ უკანასკნელზე ვილაპარაკებ სწორედაც რომ და აგრეთვე საერთაშორისო კომპანიებს, რომლებსაც საქართველოში ფილიალები აქვთ ან გარკვეული ბიზნესი აქვთ, მაგალითად Procter-ს, Procter & Gamble-ს მაგალითად და კიდე რაღაც სხვა, მაგალითად ფარმაცევტულ კომპანიებს და ასე შემდეგ. ორ კომპანიაზე, ორ ბანკზე ვილაპარაკებ ახლა. ორი მსხვილი, ყველაზე მსხვილი ფინანსური ინსტიტუცია, კომერციული ფინანსური ინსტიტუცია არის მსხვილი მიმტანი, რეკლამის მსხვილი თანხების მიმტანი ტელეკომპანია იმედში, ეს მე ვერ გამიგია, ვერასოდეს ვერ მესმოდა, რატომ მიაქვს TBC-ს პოზიტივიზე განსაკუთრებით და თუნდაც იმედზე, როგორც პროპაგანდისტურ რუსულ არხზე, რატომ უნდა მიგონდეს ფული. მე ვერ გამიგია, მაგრამ მათ თავიანთი გათვლები აქვთ, შეიძლება ლაპარაკობენ იმას, რომ აგერ რეიტინგი აქვს ტელეკომპანია იმედს და ამიტომ მიაქვთ, სწორედ ამიტომ მიაქვთ რეკლამა, მაგრამ ეს მათი საქმეა. ეხლა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებისათვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ რეკლამის მიმცემები იყვნენ კლავის კომპანიები, რომლებიც აქამდე ისედაც აძლევდნენ ფულს და რეკლამას უფრო ზუსტი რომ იყო ტელეკომპანია იმედს და შესაბამისად ფულსაც აყოლებდნენ ზედ. ხო, ეს ხო ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნაკლები ჰქონდეს ქეში მისატანი, კარგად ხსნი მე მგონი, თუ აქამდე უნდა, თუ ახლა ამ მდგომარეობით უნდა მიიტანონ პირობითად 20 მილიონი, თუ 2 მილიონს, თუ 5 მილიონს შეუსებს ვინმე სხვა, ნაკლები ფული ექნებათ მისატანი ტელეკომპანია იმედში. და აქედან გამომდინარე ავალდებულებენ მათ შორის კომერციულ ორგანიზაციებსაც შპს ნინოდან დაწყებული, ნინო პლუსიდან დაწყებული TBC ბანკით თუ საქართველოს ბანკით დამთავრებული, რომ მათ მიიტანონ რეკლამა მაინც. კომერციული ბანკები ბუნებრივია საფრთხის ქვეშ არ იგდებენ საკუთარ თავს და აი ცოტა ხნის წინ ჩემთვის გახდა ცნობილი ერთი ამბავი, რომ ბანდა ხელისუფლება, რომელიც
გამოძრომას ამ ვითარებიდან ცდილობს და რომელიც აკი გითხარით რომ ნაღდი ფულით აპირებს იმედის შენახვას, განიხილავს ახალი სუბიექტის შექმნასაც, ეგრა მაგის პასუხია აგრეთვე რუსთავიორთან იმედის და პოზიტივის მიერთებას, აგრეთვე სახელმწიფო კომპანიებს კვლავ გავიმეორებ ავალდებულებს და ავალდებულებს რომ რეკლამა მიიტანონ გაორმაგებულად, მაგრამ ეხლა არ არის ეს მნიშვნელოვანი. ეხლა 30 წუთის წინ 1 საათის წინ ჩემთვის გახდა ცნობილი დაახლოებით კი ზუსტად შემდეგი რამე. 30 წუთის წინ დავწერე კიდეც, ჩემთვის ცნობილი გახდა ერთი ინფორმაცია, კერძოდ ბანდა დაავალდებულებს ლონდონის ბირჟაზე მყოფ ორ კომპანიას, ორ ბანკს, TBC ბანკს და საქართველოს ბანკს, ეგრეთ წოდებულ და ჩემთვისაც არ იყო ეს მთლად ნაცნობი ტერმინი, ნაცნობი მექანიზმი თუ ტერმინი, ეგრეთ წოდებულ delisting-ს. რა არის ეს delisting-ი? ვარკვიე, ვკითხე საკმაოდ ცნობილ ჩვენს მეგობრებს, ადამიანებს, რომლებიც კომპეტენტურები არიან ამ საკითხში, აგრეთვე ველაპარაკე ვკითხე Google-საც, ვილაპარაკე ChatGPT-ს, ჩემს ერთ ნაცნობ მეგობარს, რომელიც კარგად ერკვევა ამ საბანკო საქმიანობაში და ასე შემდეგ. მოკლედ, ბანკების delisting-ი ნიშნავს, რომ ბანკის აქციები მოიხსნება საფონდო, ამ შემთხვევაში ლონდონის ბირჟიდან და აღარ ივაჭრება საჯაროდ. მარტივად რო ვთქვათ, თუ ბანკი არის ბირჟაზე და ამ შემთხვევაში ორივე ბანკი არის წარმოდგენილი ბირჟაზე, ლონდონის ბირჟაზე, delisting-ის შემდეგ ეს აღარ მოხდება, ანუ მისი აქციების ვაჭრობა არ მოხდება ლონდონის ბირჟაზე. სხვაგვარად, TBC ბანკს და საქართველოს ბანკს დაავალდებულებენ, რომ ისინი წამოვიდნენ ლონდონის ბირჟიდან, რომ ვიცოდეთ მაინც, ანუ ახლა უკვე TBC ბანკის ხელმძღვანელობას და საქართველოს ბანკის ხელმძღვანელობას აი ახლა ამ წუთებში შეიძლება ნათია თურნავა ელაპარაკება ამ თემაზე. ოღონდ ნათია თურნავას არა აქვს თავად, ანუ ეროვნულ ბანკს, ანუ რეგულატორს, ანუ მარეგულირებელს არა აქვს უფლება მათი delisting-ისა, მათი მოხსნისა ლონდონის ბირჟიდან. ჩვეულებრივი ადამიანისათვის, ანუ აქციონერისათვის ეს ნიშნავს, რომ შენ ფლობდი ამაკ ბანკის აქციებს, საქართველოს ბანკის მაგალითად, შეიძლება და მიიღო შეთავაზება აქციების გამოსყიდვაზე. შეიძლება აქციები დარჩეს შენს ხელში, მაგრამ აღარ ივაჭრებოდეს ბირჟაზე, მათი გაყიდვა გახდება უფრო რთული, ანუ მე მაქვს პირობითად 7 აქცია და აღარ ივაჭრება, ანუ არ იზრდება ფასი, ან არ მცირდება ფასი, მე არ ვრისკავ არაფერს, ნომინალი დაფიქსირებულია და პრაქტიკულად ვერც ვყიდი აქციონერებს ჩვეულებრივებს მიმართა უფრო. რა გავლენა აქვს ქვეყანაზე? გამჭვირვალობა შემცირდება, უცხოური ინვესტორების ნდობა დაეცემა. უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ეროვნულ ბანკს პირდაპირი უფლება არ აქვს კომერციული ბანკის აქციები თავად გაიყვანოს delisting-ზე. მაგრამ მას აქვს ზედამხედველობითი ბერკეტები ეროვნულ ბანკს, ანუ თურნავას, რომლებიც შეიძლება ირიბად გამოიწვიოს delisting-ი, აქ გადავაკეთებ არასწორად დამიწერია, მაგრამ მას აქვს ზედამხედველობითი ბერკეტები, რომლებიც შეიძლება ირიბად გამოიწვიოს delisting-ი. რა შეუძლია ეროვნულ ბანკს? როგორც რეგულატორს მას შეუძლია ბანკისთვის ლიცენზიის შეჩერება და ეხლა გეუბნებით პირდაპირ, რომ ესენი ქართული რუსული ოცნება ბანკებს, TBC ბანკს და საქართველოს ბანკს ემუქრებიან შემდეგი წინადადებით. თუ თქვენ არ მიიტანთ კომერციულ რეკლამას იმედზე, ამ შემთხვევაში ჩვენ შეგიჩერებთ ლიცენზიას. ანუ ჩამოგამგრებთ მთლიანად და სწორედ ამის შიშით TBC და საქართველოს ბანკი შეიძლება დათანხმდნენ ყველაფრის მიუხედავად დასანქცირებულ იმედზე რეკლამის მიტანას. სპეციალურ ადმინისტრატორს დაუნიშნავს ეროვნული ბანკი საჭიროების შემთხვევაში ორივე ბანკს. გამკაცრდება კაპიტალის ეგრეთ წოდებული მოთხოვნები და დაეკისრება ამ ორივე ბანკს ჯარიმები რეგულაციის არ შესრულების რეკომენდაციის თუ მოთხოვნის არ შესრულების შემთხვევაში. შესაბამისად, დაავალდებულებენ ან უბიძგებენ, რომ წამოვიდნენ ლონდონის ბირჟიდან და გადაიტანონ ასე მაგალითად ნიუ-იორკში საკუთარი აქციები, თუ მაინც და მაინც უნდა გადაიტანონ. აქციონერების შესაბამისობის შეფასება თუ ბანკს ლიცენზია შეუჩერდა ან გაუუქმდა, პრაქტიკულად ის ვეღარ იმუშავებს როგორც ბანკი. მოკლედ, ეროვნული ბანკი არ იღებს delisting-ის გადაწყვეტილებას პირდაპირ, მაგრამ მისი რეგულაციები და ის ძლიერია, ის რასაკვირველია, ზედამხედველია, შეიძლება გახდეს მიზეზი, რის გამოც ბანკი ბირჟიდან მოიხსნება. აქვთ თუ არა კომერციულ ბანკებს რესურსი,
სწორედ სიტყვა ალბათ, რომ ეროვნულ ბანკს გაუწიონ წინააღმდეგობა იმ დაშვებით თუ არ უნდათ დელისტინგი, კომერციულ ბანკებს შეუძლიათ, რასაკვირველია, იურიდიულად გაასაჩივროთ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილი, მაგრამ მათ არ აქვთ უფლება უბრალოდ არ დაემორჩილონ, აი ესე პირდაპირ არ დაემორჩილონ რეგულატორს. რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში? შეუძლია თუ არა ბანკს წინააღმდეგობა? კი, მაგრამ კანონის ფარგლებში შეუძლია გაასაჩივროს გადაწყვეტილება რუსიძის, ჯერ რუსიძის სასამართლოში და იქ გაიწელება ბუნებრივია პროცესი, ოღონდ ლონდონის ბირჟიდან იქნება წამოსული პრაქტიკულად ამ პერიოდისთვის. შეუძლია დროებითი შეჩერების მოთხოვნა, მაგრამ ამას არ დაუკმაყოფილებს ეროვნული ბანკი. შეუძლია საერთაშორისო არბიტრაჟის გამოყენება, თუ უცხოელი ინვესტორები არიან ჩართულები და არიან ჩართულები ორივე ბანკში. შეუძლია საჯარო კომუნიკაციითა და აქციონერების მეშვეობით ზეწოლა. შეუძლია თუ არა უბრალო უარის თქვა, არ შეუძლია. ეროვნული ბანკი გასცემს და აუქმებს საბანკო ლიცენზიას, აკონტროლებს კაპიტალის საკმარისობას, ნიშნავს დროებით ადმინისტრაციას, მოკლედ რეგულატორის ძალაუფლება ძალიან ძლიერია. დელისტინგის საკითხი თუ ბანკი ბირჟაზეა და არის ბირჟაზე ორივე ბანკი, დელისტინგის ფორმალურად წყვეტს თავად ბანკი ან ბირჟა. ეროვნული ბანკი პირდაპირ არ აკეთებს დელისტინგს, მაგრამ აიძულებს ბანკებს, რომ მათ გაიარონ ეს პროცედურა თუ ამ დელისტინგზე გავიდნენ. არსებობს მოსაზრება, ეს ჩვენი მეგობრების მოსაზრებაა, რომ ეროვნული ბანკი ვერ გარისკავს დელისტინგის იზოლებას კომერციული ბანკებისათვის. მე ამ მოსაზრებას არ ვიზიარებ, აქვე ამავე მეგობრის არ დავასახელებ უბრალოდ არ მაქვს მისი უფლება, მოსაზრებას გიზიარებთ. ბოდიში აქ არა უკაცრავად მესენჯერში მაქვს ეს მოსაზრება და გაბარებ შევხედავ. ესე იგი, ეს ჩვენი საერთო მეგობარი არ ვასახელებ, უბრალოდ წერს, რომ აფეთქდება ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება, ანაბრებს საფრთხე შეექმნება, ყველა ბანკს დაბლოკავს დასავლეთი, გაფთიშავენ SWIFT-დან. იმ შემთხვევაში თუ TBC ბანკს და საქართველოს ბანკს აიძულებენ, რომ ისინი წამოვიდნენ ლონდონის ბირჟიდან და გაფთიშავენ ჩვენ SWIFT-დანაც კი. მე ნაწილობრივ ვეთანხმები პირს, რომელიც ამას წერს, არ ვასახელებ გვარს. ის თუ ჩათვლის საჭიროდ რომ გამოეხმაუროს ამ ვიდეო ბლოგს გამოეხმაურება, რასაკვირველია udასტურებს ცხადია პატივისცემას. მოკლედ, ამ ქსოუსში იმედის დაცვის გამო ამათ მას შეიძლება გასწირონ კომერციული ბანკებიც კი აიძულებენ რა, ავალდებულებენ რა მათ, რომ ამ ბანკებს, ანუ საქართველოს ბანკს და TBC ბანკს, რომ ამ ორმა უკანასკნელმა ბანკმა მაინც მიიტანოს რეკლამა ტელეკომპანია იმედში და შესაბამისად ნაკლები ჰქონდეს ქეშად გადასახდელი საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას. ოღონდ თუ მიიტანენ ესენი ფულს, პირდაპირ თუ მიიტანენ, ამ შემთხვევაში არ ასწდებათ სანქციები, საერთაშორისო სანქციები TBC-ს და საქართველოს ბანკს. ამიტომ ესენი სთავაზობენ ასეთ გამოსავალს. გააკეთეთ დელისტინგი, გამოდით ლონდონის ბირჟიდან და მერე მიიტანეთ თანხები იმედში. მე არ ვიცი რას იზავს TBC-ის ხელმძღვანელობა, მე მივმართავ TBC-ის ხელმძღვანელობას, მე მივმართავ საქართველოს ბანკის ხელმძღვანელობას, რას აპირებთ. აპირებთ თუ არა საზოგადოების მხარდაჭერა გექნებათ ბუნებრივია, იმ შემთხვევაში თუ ამ ყველაფერს თქვენ გაასაჯაროებთ და თქვენს ჩვენთან ერთად ალბათ სწორი ზნა არის მაინც დაეტაკებით რეგულატორს, ანუ დაეტაკებით სახელმწიფოს. თუ თქვენ დაგავალდებულებენ ლონდონის ბირჟიდან წამოსვლას, თქვენი რეპუტაცია იქნება შელახული კატასტროფამდე, დობა თქვენი მიმართ გაქრება. ისედაც შერყეულია, მეთქი თუ გეტყვით და თუ გაკადრებთ, ალბათ მართალი ვიქნები. და ამ შემთხვევაშიც ვერ გადარჩებით. ეგ რა მაგის პასუხია, რომ იცოდეთ მაინც ბიზნეს ივანიშვილი თქვენს მოშთობას ისედაც აპირებდა წლების წინ და ახლა უკვე კარგი მიზეზი ექნება ფორმალური, რომ მოგაშთოთ და მოგანგრიოთ თქვენი გაჯიქურების, ან თქვენი წინააღმდეგობის, ან თქვენი მორჩილების შემთხვევაშიც კი. თუ თქვენ ახლა არ დადგებით ქართული სახელმწიფოს მხარეს და არ დაასანქცირებთ იმედს და ახვევით ხელისუფლებას წოდებულ ბანდას თამაშში, ამ შემთხვევაში ქართველი ხალხის მიერ იქნებით განწირულები თუ გაწირულები სამომავლოდ. თუ თქვენ საკუთარ თავს აბნებთ და წამოხვალთ ლონდონის ბირჟიდან, საქართველოს რეგულატორის, საქართველოს ხელისუფლების მეცადინეობით თუ მოთხოვნით, ამითაც აბნებთ თქვენ საკუთარ თავს, ჩემზე უკეთ იცით პრინციპში. ამიტომ თქვენ მაქსიმალური წინააღმდეგობა უნდა გაუწიოთ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას. მე კარგად არ ვიცი წინააღმდეგობის მექანიზმები, მე ჩაგიკითხეთ ის რაც ვარკვიე,
კერძოდ თქვენ შეგიძლიათ საჯარო კომუნიკაციიდან აქციონერების მეშვეობით ზეწოლის განხორციელება და საზოგადოებას მხარს დაგიჭერთ რასაკვირველია. ოღონდ ამ ომში თქვენ უნდა შეხვიდეთ. პირდაპირ ვამბობ ამას ყოველგვარი მოკიდვის გარეშე. ომში ბიძინა ივანიშვილთან თქვენ უნდა შეხვიდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოგაპინტრიშებენ, დელისტინგს გაგაკეთებინებენ და ვეღარასოდეს ვეღარ დაბრუნდებით ლონდონის ბირჟაზე და მეცაც გეტყვით თუ შემოგთავაზებენ ალტერნატივად მაგალითად ნიუ-იორკის ბირჟას, იმ ნიუ-იორკის ბირჟაზეც მაღალი ალბათობით არ მიგიღებთ. და თქვენი კაპიტალით შემცირდება, ბრუნვაც შემცირდება, ბიზნესით შემცირდება, თქვენი რეპუტაცია ხო საშინლად დაზიანდება, როგორც ხელისუფლების ირიბი თუ პირდაპირი პარტნიორების. გადაწყვეტილია მიიღეთ თქვენ. თუ ეს ასეა და მე ვიცი რომ ასეა, რათია თურნავა ამ წუთებშიც ირაკლი გობახიძესთან ერთად და სხვებთან ერთად განიხილავს დელისტინგის საკითხს. ნახვამდის.